თავი მე-16. მოწაფეებსაც უთხრა. იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა გამგებელი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. დაიბარა და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი გამგებლობის ანგარიში, ვინაიდან გამგებელი ვეღარ იქნები. გამგებელმა თქვა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართლმევს გამგებლობას. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? მან თქვა: 100 საწყაო ზეთი. უთხრა მას: აიღე შენი თამასუკი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე 50. მერე სხვას კითხა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: 100 ჩანახი ხორბალი. მან უთხრა: აიღე შენი თამასუკი და დაწერე 80. შეაქო ბატონმა უსამართლო გამგებელი ხერხიანად რომ მოიქცა. ვინაიდან ამ წუთის სოფლის შვილები ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთი მოდგმით. მეც გეუბნებით თქვენ. შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ როცა გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში. მცირეჯი ერთგული ბევრშიც ერთგულია, ხოლო ვინც მცირეშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. ხოდა თუ უსამართლო მამონაში ერთგულნი არიყავით, ჭეშმარიტს ვინ განდოთ? და თუ სხვისაში არიყავით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ? არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ან ერთი უნდა ზულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ და დასცინოდნენ მას. უთხრა მათ: თქვენს თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან რაც კაცთა შორის ამაღლებულია, ღვთის წინაშე სისაძაგლი. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო, მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ძალით შედის ყველა მასში. უმალცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. ყოველი, ვინც თავის სოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ვინც ქმრის მიერ გაშვებულ შეირთავს, მრუშობს. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა, ერთიანად დაწყლულებული. ენატრებოდა მდიდრი სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღობა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. დიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანძვაწამებაში მყოფმა აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შეძახა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი სიავი. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენ შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ისე რომ აქედან თქვენსკენ გადმოსვლის მსურველები ვერ ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ. მაშინ მან უთხრა: რა კი ასია გეხვეწები, მამაო? მიავლინე ეგ მამა ჩემის სახლში, ვინაიდან 5 ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას. უთხრა მას აბრაამმა: მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათ უსმინო. მან კი თქვა: არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ. აბრაამმა უთხრა მას: თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოусმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.